დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. დღეს ბარბარობაა და ყველა ძალიან დიდი სიყვარულით გილოცავთ დღევანდელ დღეს, რასაკვირველია ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ. და როგორც ყოველთვის ჩვენ დღესაც ადამიანზე ვსაუბრობთ. ადამიანზე, რომელიც მთავარი ღირებულებაა ნებისმიერ საზოგადოებაში, ადამიანზე, რომლის სიცოცხლეც ყველაზე მეტად გასაფრთხილებელია და ადამიანზე, რომლის შესახებაც ჩვენ ყოველდღიურად ვსაუბრობთ, იმიტომ რომ არა უბრალოდ დიდხანს სიცოცხლეზე, არამედ კარგად ცხოვრებაზეც იყოს ჩვენი რეკომენდაციები ორიენტირებული. დიახ, თანამედროვე ადამიანისთვის სამედიცინო თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეგრძელობასთან ერთად ცხოვრების ხარისხის გათვალისწინება და ასეთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ მისი ცხოვრებაც, მისი სიცოცხლეც არის თვალისჩინივით გასაფრთხილებელი. დიახ, ამ განსაკუთრებულ სიტყვას იყენებდა ჩვენი წინაპარი ყოველთვის, როდესაც გამორჩეულად ძვირფასზე უნდა მინიშნება. განსაკუთრებული საზრუნავით, განსაკუთრებული სიყვარულით, განსაკუთრებული სისათუდით ნათქვამი სიტყვების შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ დიახ ასე თვალისჩინივით გასაფრთხილებელი. და ახლა დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც თვალისჩინივით გასაფრთხილებელი თავად თვალისჩინია. დიახ, ვსაუბრობთ იმ მოვლენათა რისკის გათვალისწინებით, რაც სადღესასწაულო დღეებს შეიძლება უკავშირდებოდეს. ვსაუბრობთ მაგალითად სიახლეების გათვალისწინებით, რომელიც რატომღაც ანთებას და მხედველობის სიმახვილეს აკავშირებს ერთმანეთთან და აუცილებლად ვსაუბრობთ კონკრეტული ნივთიერებების ნაკლებობაზე, რომელთა დამსახურებით შეიძლება დაზარალდეს ჩვენი მხედველობა. მოკლედ, ყველაფერზე თანმიმდევრულად და დავიწყოთ სიახლით. ქრონიკული ანთების შემცირება მხედველობის დაკარგვისგან გვიცავს. სწორედ ამ დასკვნამდე მივიდნენ მინესოტას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერები, რომელთაც საკუთარი კვლევების საფუძველზე დაადგინეს, ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ანთების შემცირება ამცირებს ისეთი დაავადების დიაგნოზის რისკს, როგორიც გახლავთ მაკულას დეგენერაცია. თუ მარტივად ვიტყვით, მაკულა ეს არის ჩვენი თვალის ბადურას ცენტრალური ნაწილი. ამიტომ მისი დაზიანება ძალიან ხშირად იწვევს თვალის ცენტრალური მხედველობის დაზიანებას, დაქვეითებას და სრულ დაკარგვასაც კი. სწორედ ეს დიაგნოზი აღმოჩნდა წამყვანი მიზეზის სიბრმავისა 65 წელს გადაცილებულ ამერიკელთა შორის. დღეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ქრონიკული ანთება არის საფუძველი ონკოლოგიური დაავადებების. ქრონიკული ანთება უკავშირდება გულსისხლძარღვთა დაავადებებს. თუმცა ამ სიახლის მოსმენის შემდეგ უკვე ისიც ვიცით, რომ არა მარტო ონკოლოგია და გულსისხლძარღვთა დაავადებები, არამედ მხედველობაც კი შეიძლება ავხსნათ ქრონიკული ანთებით და რომ ქრონიკული ანთების შემცირებით შეგვიძლია ყველა ჩამოთვლილი პრობლემა ერთდროულად ავიცილოთ თავიდან. როდესაც ჩვენ ადამიანს წარმოვიდგენთ გარემოს ნაწილად, ჩვენ ვითვალისწინებთ იმ უწყვეტ ინფორმაციულ ნაკადს, რომელთან გამკლავება სჭირდება ყოველდღიურად ადამიანს. და ასეთ შემთხვევაში სხვადასხვა გრძნობათა ორგანო განსხვავებულ ფუნქციას ასრულებს. მხედველობით მიღებული ინფორმაცია უმნიშვნელოვანესია ადამიანისთვის და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობთ იმ წილზე, რომელიც 90%-ს აჭარბებს თანამედროვე კვლევების მიხედვით. ანუ მხედველობით მიღებული ინფორმაცია შეიძლება ითქვას გადამწყვეტით შეიძლება იყოს ადამიანებისათვის და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც მხედველობას დააზარალებს, გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, რომელიც ნამდვილად ზარალდება მხედველობის ხარვეზების შემთხვევაში და ამიტომ ჩვენ სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობთ იმისთვის, რომ მხედველობა რაც შეიძლება მეტად აფართოვებდეს ჩვენს თვალსაჩინოს. და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი გადაცემის მეგობარი, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ, ოფთალმოლოგი ბატონი გრიგოლ ქამუშაძე. დილამშვიდობისა ბატონ გრიგოლ. მოგესალმებით ბატონ მარი. მესმის მაყურებელს. მადლობა. ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე პროფესიონალების აზრის გათვალისწინება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, პროფესიონალი კოლეგების აზრის გათვალისწინება, იმიტომ რომ ჩვენ დღეს არა უბრალოდ ზოგადად თვალზე ვსაუბრობთ, არა ზოგადად მხედველობაზე ვსაუბრობთ, საუბრობთ ერთ უცნაურ
ორგანოზე, უბრალოდ ფრაგმენტზე თვალისა, რომელსაც სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ ხოლმე, სხვადასხვა საგანსაც კი ადარებენ, მაგრამ მას უზარმაზარი დატვირთვა აქვს და ჰქვია სახელად რქოვანა. რა არის რქოვანა? მოკლედ გავახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რა საქმეს აკეთებს და რატომ შეიძლება დაზარალდეს რქოვანა? რქოვანა ეს გახლავთ გამჭვირვალე თვალის გამჭვირვალე ნაწილი. წარმოვიდგინოთ როგორც რქოვანას გაჩენს სფერული ფორმა, რომელიც ფუნქციაც არის მხოლოდ გამოსახულების გატარება. თვალი რო დავყავთ ორ ნაწილად, ერთი ნევროლოგიური ნაწილი და მეორე ოპტიკური ნაწილი. ოპტიკურ ნაწილში შედის ორი ნაწილი თვალის, ეს არის რქოვანა გარსი და ეს არის ბუნებრივი ბროლი, რომლის ფუნქციაც არის მხოლოდ გამოსახულების გატარება და ბადურების ცენტრში გამოსახულების სწორი ფოკუსირება. და როდესაც ჩვენ ამ რქოვანაზე ვსაუბრობთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პირველი ბარიერი, რომელიც თვალთან დაკავშირებით გარესამყაროს აქვს. ცხადია მფარავი კონjunktივას, ანუ იმ ლორწოვანის შემდეგ. კი ბატონო. რქოვანა გახლავთ, რქოვანა შედგება რამოდენიმე შრისგან. რქოვანა შედგება 6 შრისგან, მე-6 შრი ახლა რამოდენიმე წლის უკან იყო აღმოჩენილი. პირველი შრის გახლავთ ეპითელიუმი და ეპითელიუმს გააჩნია მხოლოდ რეგენერაციის ფუნქცია. დანარჩენ 5 შრეს აღდგენის ფუნქცია არ გააჩნია. ნებისმიერი ტიპის გამომწვევი, ეს იქნება ვირუსი, ეს იქნება სოკო, ეს იქნება ბაქტერია, თუ ეს იქნება უმარტივესი, ნებისმიერი ტიპის გამომწვევი პირველ რიგში აზიანებს ეპითელიუმს. ეპითელიუმს გააჩნია ფუნქცია იმუნური სისტემიდან, იმუნურ სისტემაში არსებული ეგრეთ წოდებული T-ლიმფოციტები და ასევე ლანგეჰასის უჯრედები, რომლებიც ნებისმიერ გამომწვევს უწევენ წინააღმდეგობას და ახდენენ მის გაინეიტრალებას. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში ესე არ ხდება და სამწუხაროდ ეპითელიუმის დარღვევის შემდგომ, ოდესაც უკვე ინფექცია ან სხვა ტიპის გამომწვევი შედის უკვე ღრმა შრეებში, სამწუხაროდ ხდება რქოვანის დაზიანება. რქოვანის რეგენერაცია, ეპითელიუმის რეგენერაცია, ანუ აღდგენა, ვთქვით ჩვენ, რომ ხდება ყოველგვარი პრობლემების და გვერდითი მოვლენების დარჩენის გარეშე, ანუ ეპითელიუმი აღიდგეს თავის გამჭვირვალობას, თავის ფუნქციას, თუმცა თუ ეს ყველაფერი არის ღრმა შრეებში, როგორც არის მაგალითად სტრომალური ნაწილი რქოვანის 90%-საც შეადგენს, ამ შემთხვევაში უკვე აქ ხდება ნაწილობრივ ჩამოყალიბება, რაც თავისთავად მომავალში მოქმედებს მხედველობას. ძალიან ხშირად, როდესაც რქოვანაზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვიცით, რა შეიძლება იყოს დაავადებების სახით. ყველაზე ხშირი პრობლემა რა არის რქოვანასთან დაკავშირებული? ანუ ოფთალმოლოგის პრაქტიკაში ყველაზე ხშირად რა ჩივილით, რა პრობლემით მოდიან პაციენტები? ხშირად ეს გახლავთ რეგენერაციული ცვლილებები, როგორიც არის მაგალითად კერატოკონუსი, დაავადება კერატოკონუსი. კერატოკონუსი გახლავთ რქოვანის პროგრესირებადი გათხელება და ეს დაავადება თავს იჩენს 12-13 წლიდან დაახლოებით 40 წლამდე. იმიტომ 40 წლის თვალი უკვე ითვლება ხანდაზმულ თვალად და კუნალობაც, კერატოკონუსის კუნალობაც ამას მოიცავს, რომ თუ ნაადრევ სტადიაშია კერატოკონუსი, რამოდენიმე სტადია გააჩნია მას. ჩვენ ვახდენთ რქოვანის ნაადრევ დაბერებას, ასე რომ ვთქვათ, სპეციალური დასხივების და ასევე ანუ ხელოვნურად ვაჩქარებთ დაბერების პროცესს. დიახ. ხელოვნურად ანუ კერატოკონუსი გამოდის ახალგაზრდა თვალის დაავადებაა? დიახ, ახალგაზრდა დაავადებაა. სხვათაშორის კერატოკონუსის დიაგნოსტირება ადრე საკმაოდ რთული იყო. ჩვენ განვასხვათ კერატოკონუსი და ასევე ასტიგმატიზმი. ანუ ასტიგმატიზმი ეს გახლავთ, ოდესაც რქოვანა არ არის სფერული ფორმის და მისი ვერტიკალური და ჰორიზონტალური დახრა ერთმანეთს არ ემთხვევა. არ არის რქოვანა, წარმოვიდგინეთ, როგორც ლინზა, გაატაროს გამოსახულება და დააფოკუსიროს სწორედ ცენტრალურ ნაწილში. ვერ ახერხებს ამას. ეს არის თანდაყოლილი პათოლოგია, ასტიგმატიზმი. ასტიგმატიზმი ადამიანო დაიბადება, რა ხარისხის ასტიგმატიზმიც აქვს, ის ექნება მთელი ცხოვრება. თუ ასტიგმატიზმი მატულობს, აქ უკვე ეჭვშევით, ანუ ჩვენ უნდა შევიტანოთ კერატოკონუსი. ადრე არ იყო საკმაოდ ესეთი ამ ტიპის აპარატურა არ არსებობდა, რომ ჩვენ ადრეულ ასაკში დაგვედგინა კერატოკონუსის დიაგნოსტიკა მოგვეხდინა, თუმცა ეხლა არის საშუალება, რომ 2-3 წლით ადრეც კი დავადგინოთ. ანუ ვიდრე ჩამოყალიბდება ბოლომდე სურათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როდესაც ახლა კითხვა, რომელიც უნდა დაგისვათ, თქვენ როგორც ქირურგს გეუცნაურებათ, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩვენი საუბრის კონტექსტში.
მით უფრო რომ არსებობს ინფორმაცია და დამკვიდრებული წარმოდგენა, რომელსაც მედიკოსები იზიარებენ და ხშირად მედიკოსები პირიქით უზიარებენ ამ ინფორმაციას საზოგადოებას. ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს ჩვევა, ისრისოს თვალი. ანუ აქ არ არის ლაპარაკი ერთხელ რომ მოისრეს ადამიანი თვალს. აქ ლაპარაკია სისტემატურად თვალის მოსრესის ჩვევაზე, რომელმაც შეიძლება გაზარდოს კერატოკონუსის განვითარების რისკი. მართლაც ასეა თუ არა? ნახეთ, კერატოკონუსის განვითარების რისკი, მე ვფიქრობ, ეს ორინათქვამი არ იქნება. გადაჭარბებულია. კერატოკონუსის შემთხვევაში გაზარდოს მისი სწრაფი პროგრესირება. იმიტომ ნებისმიერი ტიპის ზეწოლა თვალზე ახდენს თვალში დაწნევის მატებას. რა თქმა უნდა, ეს დროებითი მატებაა, თუმცა ქოვანაში ვისაუბრეთ ჩვენ რამოდენიმე შრეზე, სტრომაში უშუალოდ არსებული კოლაგენური ბოჭკოები, რომელთაც აქვს საკმაოდ მჭიდრო კავშირი, ზუსტად ამ კოლაგენური ბოჭკოების სისუსტეს წარმოადგენს კერატოკონუსი. თვალში არსებული წნევა მატულობს და რა თქმა უნდა, ახდენს ამ სტრომალური კოლაგენური ბოჭკოების ერთმანეთთან დაცილებას უფრო სწრაფად, რაც იწვევს კონუსის ჩამოყალიბებას. და ეს კონუსი ამოზნექილობას, დიახ, ეს კონუსი გახლავთ დეცენტრირებული. ოპერაციები, რომლებიც სტარდება, ანუ იდეალურად ცენტრში არ არის. ცენტრში არ გახლავთ. ოპერაციები, რომლებიც სტარდება კერატოკონუსის შემთხვევაში, ეს არის როგორც მოგახსენეთ, ქოვანის დასხივება, რიბოფლავინის საშუალებით და ამასთან ერთად ინტრასტრომალური რკალების იმპლანტირება. ინტრასტრომალური რკალები გახლავთ PMMA მატერიალი დამზადებული მოსახელობის გასაგებენაზე იყოს წარმოადგენს პლასმასივით მატერიალი, რომელიც ჩაჯდება ამოზნექილობის მოპირდაპირე მხარეს, რომ მოხდეს ამ ამოზნექილობის დეცენტრირებული ამ კონუსის ცენტრაცია. რაც თავისთავად პაციენტს ანუ წონასწორობის აღდგენის უკეთდება ფაქტობრივად ეს. თავისთავად პაციენტს აუმჯობესებს ხედულობას. თუმცა არსებობს სტადიები, როდესაც მაგალითად მესამე-მეოთხე სტადიაში ან ქოვანის სისქიდან გამომდინარე ვერ ხერხდება ვერც რკალის ჩასმა, ვერც დასხივება, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვფიქრობთ ქირურგიულ ჩარევაზე, სხვადასხვა ტიპის ქირურგიულ ჩარევებზე, როგორც არის მაგალითად ქოვანის შრეობრივი გადანერგვა, ეს ერთი და ამასთან ერთად სხვა შემთხვევებში, სხვა დაავადებების შემთხვევებში, ასევე სხვა ქოვანის დაავადების შემთხვევაში ქოვანის გამჭოლი კერატოპლასტიკა, ანუ თლიანი ყოდა შრისეთად გადანერგვა. ქოვანის გადანერგვა საქართველოში რეალობა. რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრი კეთილი ტარდება ჩვენს მიერ. მე ამ კითხვებს გისვამთ მაყურებლის ინტერესიდან გამომდინარე. რასაკვირველია, მე ინფორმირებული ვარ, რომ გადანერგვა კეთდება ქოვანის, თუმცა აქ კიდევ ერთი საკითხია ძალიან აქტუალური, რომელიც უკავშირდება მოახლოებულ დღესასწაულებს. და მოახლოებულ დღესასწაულებთან დაკავშირებით თვალის ტრავმატიზმის რისკი ზოგადად ძალიან მაღალია ხოლმე. არის ქუთუთოების დაზიანება, დამწრობა, არის თვალის სხვადასხვა სტრუქტურის დაზიანება. რქოვანა ხდება მსხვერპლი, მაგალითად ასაფეთქებელი საშუალებების, შუშხუნების და მრავალი სხვა მოწყობილობის დამსახურებით. ან სადღესასწაულოდ ყველაზე ხშირად რა რისკი შეიძლება ქონდეს რქოვანას? კი ბატონო. ქოვანის თერმული დამწრობა, ქოვანის ქიმიური დამწრობა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მსხვერპლი არ ქოვანა პირველ რიგში თავის თავზე იღებს ამ ყველაფერს. ნუ პირველი ნაწილი, მოგეხსენებათ ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს თვალის, ცენტრში მდებარეობს და ამიტომაც ნებისმიერი ტიპის ზემოქმედება, ეს იქნება ქიმიური ნივთიერება თუ ეს იქნება ტემპერატურული ზემოქმედება ქოვანაზე, რა თქმა უნდა, ქოვანა ზიანდება. თუმცა, ყველაზე ხშირი ეს გახდა გახლავთ ხოლმე ელექტროფთალმია გახლავთ ქოვანის დამწრობა, ასე რომ ვთქვათ, როდესაც ადამიანი მუშაობს ელექტროშემდუღებელ აპარატთან. ან ნებისმიერ დაცვის შემთხვევაშიც თუ დაცვის გარეშე დაცვის გარეშე მუშაობაზე მოხს მოსაუბარი, ასევე პატარა ტიპის ცხელი ანასკლეტები, რომლებიც ეს კუთხსახეხს ეძახიან. აქედან გამომდინარე, ყველა მაგას იძახის, რომ მოვედი, იმიტომ რომ ეს პრობლემა მაქვს, მაგრამ ვფიქრობდი ერთი წუთი გავთიბავ ბალახს, მაგრამ ერთ წუთში არ უნდა მოვიდეს. და თანდაო ხდება ან მექანიკური დაზიანება, კენჭის მიერ, ან თერმული დაზიანება, ქიმიური დამწრობა. ასევე რამოდენიმე შემთხვევა იყო ჩვენთან ამბოლოდო, როდესაც მაგალითად ქალბატონებმა მე მინდა ვთქვა, საკმაოდ
ლამაზად გამოიყურება დაგრძელებული წამწამი, თუმცა წებოს საშუალებით მოხდა დამწვრობა რქოვანის. ანუ წამწამების დასაკრავად გამოყენებული წებო აღმოჩნდა დამაზიანებელი რქოვანისთვის. თუმცა ეს აღდგება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეპითელიუმის დაზიანება ხდება განსხვავებით სხვა ტიპის რთული დაავადებებისგან, როგორც არის მაგალითად კერატიტები, ჰერპესული კერატიტი, ეს არის ამების მიერ გამოწვეული დაზიანება რქოვანის, ოდესაც ხდება კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში არ შეიძლება მაგალითად კონტაქტური ლინზებით საცურაოში ცურაობა და ასე შემდეგ. კონტაქტური ლინზების შესანახის სითხეც აუცილებლად უნდა იყოს მუდმივად გამოცვლილი და ახალი უნდა იხმოს ადამიანს, იმიტომ რომ არ უნდა დავარღვიოთ მოხმარების წესები. აუცილებლად კონტაქტური ლინზების გამოყენების წინ უნდა მოხდეს ხელების დაბანა. და ისე არ არის სასურველი კონტაქტური ლინზები ღამე დაიტოვოს ადამიანმა. და მაქვს ლაპარაკი შოუთ ოპტიკურ კონტაქტურ ლინზებზე და სხვადასხვა ტიპის სამკურნალო კონტაქტურ ლინზებზე. მით უფრო რომ ადამიანებმა ძალიან ხშირად შეიძლება გამოიყენონ დღესასწაულად მაგალითად ახალგაზრდა ქალბატონები და მოზარდი გოგონები, სხვათა შორის ამას ადასტურებს საერთაშორისო სტატისტიკა, იყენებენ ეგრეთ წოდებულ ფერად ლინზებს, განსაკუთრებული იერსახისათვის და თქვენ სწორედ ამ ტიპის ლინზებს გულისხმობთ და არა სამკურნალო დატვირთვის მქონეს, ხომ ასეა? როდესაც გამოიყენება, თქვათ, ეს ლინზები იმისთვის, რომ დამატებითი კომპონენტი, ვიზუალური კომპონენტი, ესთეტიკური, მაგრამ გასათვალისწინებელი თვალის ჯანმრთელობის კონტექსტში. აი როგორც წამწამების შემთხვევაში წებოზე იყო ლაპარაკი, არის თუ არა, მაგალითად ასეთი ფერადი ლინზები საგულისხმო რქოვანას ჯანმრთელობის ჭრილში. ნახეთ როგორ მომენტია, ნებისმიერი ტიპის კონტაქტური ლინზა თვალს უქმნის ბარიერს ჟანგბადის მიღების. რაც უფრო არა და სჭირდება. რა თქმა უნდა, თვალის რქოვანა იკვებება ჟანგბადით და წყალწყვეტნამით, რომელიც არსებობს თვალში, იმიტომ რომ რქოვანას არ აქვს სიზაღოვანი ქსელი, რომელიც მას მიეწოდებს ჟანგბადს. ამიტომაც ნებისმიერი ტიპის კონტაქტური ლინზა, რომელიც კონტაქტშია რქოვანასთან და უქმნის ჟანგბადის ბარიერს, რა თქმა უნდა, ეს თვალისთვის დამაზიანებელია. მაგრამ კონტაქტური ლინზები, რომლებიც სამკურნალო კონტაქტური ლინზები არსებობს, ასევე ოპტიკური კონტაქტური ლინზები, რომლებიც ხსნიან პლუს მინუს ასტიგმატიზმს და ასე შემდეგ, არის ხარისხების მიხედვით. ანუ რაც უფრო ხარმოკლია კონტაქტური ლინზის ვადა, მით უფრო ხარისხიანია იგი, იმიტომ რომ მას გააჩნია ჟანგბადის გატარების მაღალი უნარი. რაც უფრო ხანგრძლივია კონტაქტური ლინზა, მით უფრო დაბალი ჟანგბადის გატარების უნარი გააჩნია მას. როდესაც ფერადი კონტაქტური ლინზები არ გამოირჩევა ჟანგბადის გატარების მაღალი ხარისხით. რაც იმას ნიშნავს, რომ თვალის დაცულობის ხარისხი იკლებს. ხანგრძლივად გამოყენებული კონტაქტური ლინზები თავისთავად დაცულობის ხარისხი იკლებს. ამასთან ერთად ზიანდება ეპითელიუმის საცრემლი აპკი, საცრემლი აპკის და ეპითელიუმის დაზიანება თავისთავად იწვევს უკვე სხვადასხვა ტიპის ინფექციებისთვის კარგ გამრავლების, ასე ვთქვათ, ალაგს. ანუ ნოყიერ-ნიადაგს ქმნის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ვისაუბრეთ, გააჩნია თვალს თავისი და დამცველობითი, ესე ვთქვათ, ფუნქცია და ლიმფოციტების და ეპითელიუმის დაზიანების შემთხვევაში ვეღარ ხდება ესე გამკლავება გარეშე გამხიზნელების წინააღმდეგ და რაც ვითარდება მე შემდგომში დაზიანდეს პატარა ეროზია გაჩნდეს, ანუ პატარა ზედაპირული, ასე ვთქვათ, დეფექტი რქოვანის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მე გაღრმავება და გადავიდეს წყუბულში. წყუბული უკვე გახლავთ რამოდენიმე შრეს მოიცავს რქოვანის დაზიანების სიღრმე, ხრმა არის და სამწუხაროდ წყუბთან გამკლავება არ არის ადვილი, თუმცა შესაძლებელია უმეტეს შემთხვევაში, მაგრამ გამკლავების შემდგომ მაინც სამწუხაროდ ტოვებს ნაწიბურს, რაც თავისთავად მოქმედებს მხედველობაზე. იშვიათ შემთხვევებში არსებობს სხვადასხვა ტიპის პათოგენები, როგორც არის ფსევდომონა აურიგინოზა, როგორც არის მაგალითად ამება. ერთუჯერნი, რომელიც იწვევს თვალის პერფორაციას, ანუ მთლიანობის დარღვევას, რაც თავისთავად ინფექციის განვითარების რისკს ქმნის თვალში, მინისებრ სხეულში, რომელთაც სავსეა თვალი და უქმნის თვალს ფორმას და ასევე სხვადასხვა ფუნქციები გააჩნია მას. უშუალოდ მინისებრ სხეულში ხდება პათოგენების გამრავლება, რაც იწვევს პანოფთალმიტის განვითარებას და პანოფთალმიტის განვითარება ეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ანუ ყველა შრე, როდესაც ანთების პროცესია ჩართული. ჩირქოვანი
ასე ვთქვათ პროცესი. და ერთი მოკლე კითხვა, როდესაც ჩვენ სეზონის მონაცვლეობაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ გულისხმობთ ორგანიზმის შეგუების უნარს, ადაპტაციის უნარს, თუმცა როდესაც საუბრობთ მაღალი ტემპერატურიდან დაბალი ტემპერატურის გარემოში გადანაცვლებაზე ან პირიქით, არის თუ არა ეს ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს რქოვანაზე. ძალიან ცივა გარეთ და პირიქით გამთბარ გარემოში შემოვედით და როდესაც საუბრობთ გამთბარი გარემოდან ცივ გარემოში გადანაცვლებაზე. არის თუ არა ეს საყურადღებო და სჭირდება თუ არა ამას გათვალისწინება. ნახეთ რომ მდგომარეობა საცრემლი არხი, გამავალი არხი, თვალში ქოვანაც და ქუთუთოებიც და საერთოდ თვალის ყველა სტრუქტურული ნაწილი ერთმანეთთან კავშირშია საკმაოდ. როდესაც ჩვენ ახალხამებთ თვალს, ქუთუთოები განდევნიან პირველ რიგში ანაწილებენ ცრემლს თვალის ზედაპირზე თანაბრად ზუსტად და ატენიანებენ. ამიტომ ქუთუთოს ფორმის დაზიანება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის პრობლემებს ქმნის ამ შემთხვევაში. ატენიანებს თვალს და ასევე ხამხამის დროს თვალის გაღების შემთხვევაში საცრემლე წერტილები, რომელიც მოთავსებულია ცხვირის მხარეს, ორი პატარა საცრემლე წერტილი, საცრემლე წერტილების საშუალებით გადადის ცრემლი ცხვირ ხახაში. საიდანაც იგი ორთქლება, ამიტომ ზოგი ადამიანი ოტირის შეიძლება ცხვირში ჩავიდეს ცრემლი, ასე რომ ვთქვათ. აქედან გამომდინარე, სიცივე და ცივი გარემო ქმნის საცრემლე წერტილების შევიწროებას, რაც თავისთავად ადამიანს უქმნის შეგრძნებას, რომ მას ბევრი ცრემლი მოზის და ცრემდენ აქვს. ნებისმიერი ტიპის პათოგენურ, ესე ვთქვათ, დაავადება, რქოვანის დაავადება, თუ თვალის დაავადება, ძალიან მჭიდრო კავშირში არის მშრალი თვალის სინდრომთან. ამიტომაც დამატენებელი წვეთების გამოყენება, მუდმივი ინსტალაცია იცავს ბევრ ადამიანს რქოვანის პათოლოგიის განვითარებისგან. მაგალითად, ნებისმიერი ტიპის თვალის წვეთები რო ავიღოთ ჩვენ, უმეტეს შემთხვევაში ამ თვალის წვეთებს გააჩნიათ ესეთი ნივთიერება, რომელიც არის ბენზანკოლიუმ ხლორიდი. ამ ნივთიერებას აქვს ფუნქცია არა მარტო ის, რომ პრეპარატი დაიცვას გაფუჭებისგან, მალე არ გაფუჭდეს, არამედ ისიც, რომ პრეპარატის აქტიური ნივთიერების შეწოვა გააძლიეროს თვალის სტრუქტურებში. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ტიპის პრეპარატის დამატენებელი, ზოგიერთი დამატენებელი, ზოგიერთი სხვადასხვა ტიპის პრეპარატის გამოყენება იწვევს ეპითელიუმის დაზიანებას, რაც მშრალი თვალის სინდრომთან არის შემდგომში დაკავშირებული. ამიტომაც დამატენებელი თვალის წვეთები უმეტეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული თუნდაც იმ პაციენტებთან, ვისაც აქვთ მაგალითად ეგრეთ წოდებული დაავადება, ეგრეთ წოდებული გლაუკომა, რომელთაც არ აქვთ საშუალება ამ ტიპის პრეპარატები მოიხსნან. მათ მუდმივად უნდა ეწოთონ ეს პრეპარატები, იმიტომ რომ და ამავე დროს ის რისკი გაითვალისწინოთ, რადგანაც ეს ამის მოხსნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ექიმის გარეშე, არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ გლაუკომა გახლავთ საკმაოდ ვერაგი დაავადება, ოდესაც ადამიანი ხვდება, რომ მას უკვე მხედველობა დაქვეითებული აქვს, რაღაც დისკომფორტები აქვს მხედველობითი, ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი მხედველობა დაუქვეითდა და მან არ იცის, რომ აქვს გლაუკომა და მიმართავს ექიმს. ამ შემთხვევაში მხედველობის ნერვის 70% თითქმის უკვე დაღუპულია. მხედველობის ნერვის ფუნქციაც ერთადერთი არის ის, რომ თვალის ფსკერი, ანუ ბადურაზე აღქმული გამოსახულება გარდაიქმნება ელექტრონულ სიგნალში და ელექტრონული სიგნალის საშუალებით მხედველობის ნერვს მიაქვს ინფორმაცია თავის ტვინის მხედველობის ცენტრში. თუ რაოდენობა მხედველობის ნერვში არსებული ნევრული ბოჭკოების შემცირებულია და ეს გახლავთ ყველაზე ბევრი ბოჭკო, რაც კი ადამიანის ორგანიზმში არსებობს, ეს არის დაახლოებით 1,200,000 ნევრული ბოჭკო მხედველობის ნერვში. იმდენად მცირდება, რომ მას გამტარებლობის უნარი უკვე აღარ აქვს. ამიტომაც ქირურგიული ჩარევა, გლაუკომის ქირურგიული ჩარევა არსებობს ყველა ტიპის გლაუკომის ქირურგიული ჩარევა საქართველოში, რაც კი არსებობს წამყვან კლინიკებში, სოფლის წამყვან კლინიკებში. თუმცა ქირურგიული ჩარევა ეს არის ბოლო ეტაპი. ამიტომაც კონსერვატიული მკურნალობა პირველი ნაბიჯია გლაუკომის მკურნალობისთვის და პრევენციისთვის მხედველობის სამწუხაროდ შეუქცევა და დაქვეითებისთვის. ადამიანი, რომელიც კარგავს გლაუკომის გამო მხედველობას, ის მხედველობას ვერასდროს ვეღარ დაიბრუნებს სამწუხაროდ. დღესდღეობით ესეა. თუმცა ოფთალმოლოგია საკმაოდ დინამიური დარგია. დღესდღეობით ამ ბოლო დროს არის უკვე საკმაოდ ბევრი კვლევები, რომლებიც ჩვენ დღეს რქოვანაზე ქონდა საუბარი და ხელოვნური რქოვანის, ასე ვთქვათ, 3D პრინტერზე დაბეჭდასთან დაკავშირებით.
ეს ძალიან ახლო მომავალში იქნება ჩემი აზრით და როგორც კი ამის საშუალება იქნება, ჩვენთანაც აუცილებლად ეს ყველაფერი მალევე ძალიან მალევე გახსოვდება. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც პაციენტებს ექნებათ საშუალება, რომ აი ეს 3D სისტემით დამზადებული რქოვანა გამოიყენონ იმისთვის, რომ კიდევ უფრო უკეთ დაინახონ სამყარო და გაიუმჯობესონ არა მარტო მხედველობა, არამედ ცხოვრების ხარისხი. დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის ბატონო გრიგოლ, ჩვენთან მრავალწლიანი მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის მაყურებელს შევახსენებ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლდათ ოფთალმოლოგი ბატონი გრიგოლ ქამუშაძე. მე არ გემშვიდობებით, წინკვებით შუქნიშანი გველოდება. რა თქმა უნდა, ჩვენი კვება არის პროცესი, რომელიც ჩვენს ორგანიზმს აუცილებელი ინფორმაციით ამარაგებს. ჩვენ შეგვიძლია ბევრი სიტყვა მოვიშველიოთ, მაგალითად ენერგია, საკვები ნივთიერებები, აუცილებელი მინერალები, აუცილებელი ვიტამინები, აუცილებელი ნუტრიენტები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი თავს იყრის ერთ სიტყვაში, რომელსაც კვება ჰქვია და ერთ თეფში, რომელშიც ეს ყველაფერი ეტევა. რატომ? იმიტომ რომ თეფში ეს არის ჩვენი ყოველდღიური რაციონის სიმბოლო და ეს არ არის უბრალოდ მექანიკური გაერთიანება ხუთი ჯგუფის, ხუთი ფერის პროდუქტების. ეს არის კონცეფცია, რომელიც ძირითად პრინციპებს გვიზიარებს და სულაც არ გულისხმობს იმას, რომ უნივერსალურია ყველა ადამიანის შემთხვევაში და უნივერსალურად მიესადაგება ყველა პრობლემას. მაგრამ მთავარს ამბობს. მთავარს იმის შესახებ, რომ ყოველდღიური რაციონი ისე უნდა დავგეგმოთ, რომ მასში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სულ ცოტა ნახევარი ბოსტნეული და ხილი ბოსტნეულის უპირატესობით. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ცილოვანი კომპონენტი, გავითვალისწინოთ სხვადასხვა სახის მარცვლეულ ბურღულეული. მაგრამ არის თუ არა ასეთივე დაყოფა მნიშვნელოვანი მაგალითად თვალის ჯანმრთელობასთან მიმართებაში. მოდით ერთად ვნახოთ ეს ყველაფერი, როგორ გადაითარგმნება შიგნიშნის ზონაში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თავდაპირველად გავიხსენოთ, რამ შეიძლება შეუქმნას პრობლემა საკვები ფაქტორებიდან თვალს. თითქოს უცნაურად ჟღერს, როგორ შეიძლება კვება აღმოჩნდეს პირდაპირი ხელის შემშლელი თვალის ნორმალური მუშაობისა, მაგრამ ყველა მტკიცებულება, რომელიც აქვს თანამედროვე მედიცინას, ამ ფაქტს მხოლოდ ადასტურებს. რას ადასტურებს მტკიცებითი მედიცინა? მტკიცებითი მედიცინა გვეუბნება, რომ თვალის ჯანმრთელობა რა თქმა უნდა გულისხმობს თვალის ცალკეული სტრუქტურის ჯანმრთელობას და გულისხმობს აგრეთვე თვალის ურთიერთობას ჩვენი ორგანიზმის სხვა ნაწილებთან. რა თქმა უნდა ისიც კარგად გვახსოვს, რომ თვალი ოპტიკური მოწყობილობა და რომ მისი სტრუქტურის ერთ-ერთი ნაწილი პრაქტიკულად ტვინის ნაწილია, როდესაც ბადურაზე ვსაუბრობთ. მაგრამ მიუხედავად აი ამ მოკლე ანატომიური ექსკურსისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მთავარი. ის, რაც პრობლემას უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას ზოგადად, პრობლემას უქმნის თვალს. რადგან ჩვენს ორგანიზმში იზოლირებული პრობლემები არ არსებობს, არის საერთო პროცესი, როგორც სიახლის ბლოკში უკვე მოგახსენეთ, ანთების სახით. და აღმოჩნდა, რომ საკვებ პროდუქტებს შეუძლია გამოიწვიოს ანთება. საკვებ პროდუქტებს შეუძლია გააღრმავოს ანთება. საკვებ პროდუქტებს შეუძლია ამ ანთების დამსახურებით დააზარავოს თვალი. რომელი პროდუქტები აღმოჩნდება ასეთ შემთხვევაში ყვითელ ზონაში, თქვენ გახსოვთ, ჩვენ ტრადიციულად ყოველგვარი გამეორების გარეშე შეგვიძლია თქვენთვის კარგად ნაცნობი მარტივი ნახშირწყლები, ანუ შაქრები, არასწორად შერჩეული ცხიმები თავისუფლად და თამამად მოვათავსოთ ყვითელ ზონაში. მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ორგანიზმში წყლის ბალანსი და ამ ბალანსის სისტემატური დარღვევა შეიძლება იყოს წინაპირობა იმისა, რომ თვალის ჯანმრთელობა დაზარალდეს. ამიტომ არ დაგვაუწყდეს თვალის დაპურება და დატენიანება, როდესაც ჩვენ საუბრობთ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით თვალის ჯანმრთელობაზე. დიახ, როდესაც ცრემლით ვატენიანებთ თვალს, როდესაც ქუთუთოების დამსახურებით გადანაწილდება თვალის ზედაპირზე ცრემლი, ჩვენ
დატენიანების პროცესში ბუნებრივ სითხეებს ვიყენებთ. ასეთივე ბუნებრივი სითხეა საბედნიეროდ ჯერჯერობით, ჯერ კიდევ წყალი და იმის მიხედვით თუ რამდენად ადეკვატურად არის ორგანიზმი მომარაგებული, მით უფრო მეტად არის დაცული თვალის ჯანმრთელობა. მაგრამ მე ახლა ვაპირებ გითხრათ მთავარი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვალის ჯანმრთელობასთან მიმართებაში. და აი ახლა ჩვენს ეკრანზე გამოჩენილი სლაიდები სწორედ ამის თქმის საშუალებას მომცემს. რა ნივთიერებებზე ვლაპარაკობთ? მოდით შევხედოთ. ერთი შეხედვით კვერცხი და მაწონი. პროდუქტები, რომელიც ცილას უკავშირდება და მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვალის ჯანმრთელობისათვის, მაგრამ ამავე დროს ყველა ეს პროდუქტი, რომელიც არის ერთი შეხედვით მხოლოდ ცილის D ვიტამინის წყარო, ამავე დროს არის A ვიტამინის წყარო. დიახ, კვერცხი, საკუთრივ კვერცხის გული, რძე და რძის პროდუქტები გახლავთ D ვიტამინის წყაროც, რა თქმა უნდა, მაგრამ გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი წყარო A ვიტამინისა. A ვიტამინი არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი თვალის ჯანმრთელობისათვის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისთვის, რომ რქოვანა იყოს დაცული. A ვიტამინი მზასახით არის მხოლოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში. მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში მისი წინამორბედი ნივთიერებებია და მათი მოხვედრა ჩვენს ორგანიზმში ცხიმთან ერთად დამემკვიდრება გვაძლევს საშუალებას, რომ A ვიტამინზე მოთხოვნილება დავიკმაყოფილოთ. A ვიტამინის ნაკლებობა რქოვანას აზიანებს. რქოვანის გასქელებას, გაუხეშებას, კერატინიზაციას იწვევს. A ვიტამინის ოპტიმალური რაოდენობა უზრუნველყოფს მის ჯანმრთელობას. A ვიტამინის სიჭარბე ასევე აზარალებს ჩვენს ორგანიზმს და არა მარტო თვალთან დაკავშირებით, არამედ სხვადასხვა სისტემათან დაკავშირებულ პრობლემებს ქმნის. ამიტომ A ვიტამინის ოპტიმალური რაოდენობის მიღება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ანტიოქსიდანტებით მდიდარი ლურჯი მოცვი ასევე არის გამორჩეული პროდუქტი ჩვენი თვალისთვის, ცხადი A ვიტამინთან ერთად. აქ გასათვალისწინებელია გარკვეული ნივთიერებები, რომელიც A ვიტამინის წინამორბედია და რაც მთავარია, მასში არის ზიაქსანტინი, ლუთეინი, კიდევ რამდენიმე პროდუქტი გამოჩნდება ახლა ჩვენს ეკრანზე, რომელიც ასევე გამოირჩევა ამ ერთობლიობით, ანუ ყველა ყვითელ ნარინჯისფერ, წითელ და მწვანე პროდუქტში არის A ვიტამინის წინამორბედი კაროტინები. არის ანტოციანინები მოცვში და გასათვალისწინებელია აგრეთვე ამ პროდუქტებში არსებული C ვიტამინი. ნახეთ, ეს ნივთიერებები, რომელიც მე ჩავმოვთვალე, A ვიტამინი, ზიაქსანტინი და ლუთეინი, ბეტა კაროტინი, ანუ A ვიტამინის წინამორბედი ნივთიერებები, C ვიტამინი. ეს ჩამოთვლილი ნივთიერებები ქმნის თვალის ჯანმრთელობის წინაპირობას. მოდით გავაგრძელოთ ჩამონათვალი და აღმოვაჩინოთ, რომ მაგალითად კარგი ცხიმები, რომელიც მდიდარია ომეგა-3-ით, ასევე სჭირდება თვალის ჯანმრთელობას. და გამოდის, რომ ჩვენს ჩამონათვალს, სადაც იყო A ვიტამინი, ზიაქსანტინი, ლუთეინი, ბეტა-კაროტინი, იყო C ვიტამინი, დაემატა E ვიტამინიც და დაემატა ომეგა-3-ის შემცველი პროდუქტებიც. და იმისთვის, რომ გავამთლიანოთ ეს ჩამონათვალი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად კარგი ცილა, კარგი ცხიმი, ანუ სრულფასოვანი პროდუქტები ჩვენი თვალის ჯანმრთელობისათვის, სხვადასხვა სახის ვიტამინები და მინერალები, მაგრამ კიდევ ერთხელ თუ დავაკონკრეტებთ, მაშინ წყლით ადეკვატური უზრუნველყოფა, ამ შემთხვევაში სხვადასხვა სახის თესლის მაგალითზე თუთიით უზრუნველყოფა, მე ბოლოდან გავყვები იმ ჩამონათვალს, რომელიც დღეს თქვენ უკვე მოისმინეთ, ეს გახლავთ ომეგა-3-ით უზრუნველყოფა, ეს გახლავთ E ვიტამინით, C ვიტამინით, A ვიტამინით და A ვიტამინის წინამორბედი, ბეტა-კაროტინით, ზიაქსანტინით და ლუთეინით უზრუნველყოფა. ეს არის ის საიდუმლო, რომელიც თვალის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ეს საიდუმლო დაშიფრულია იმ პროდუქტებში, რომელიც თეფშზეც ეტევა და რომელიც უკავშირდება მრავალ ფეროვნებას სხვადასხვა ფერის პროდუქტებისა. მე დღეს ამით გემშვიდობებით და ტრადიციულად ჯანმრთელობას და ღირსებას გისურვებთ.